ჩვენიერი საგალობლები იყო და ბოლო საგალობელზე მინდა გავამახვილო ჩემი ყურადღება, რომელიც განსაკუთრებულად მომწონს ამ ბოლო დროს და მით უმეტეს ის ადგილი, სადაც წერია, რომ სადაც გალობენ, რომ რაც უფრო გადისწლები, უფრო და უფრო მეტად ზურფასებო ჩვენ მართლაც უახლოვდებით იმ დიდებას, იმ მადლს, როგორც ქრისტეს მოსვლას უახლოვდებით იმ მოვლენას. ასე ასაკში ვინც ავართ ცოტა და ასაკი რო გვემატება, ჩვენ სხვანაირადაც უახლოვდებით იმ მისვლას. ამიტომ განდიდდეს უფალი ყოველივეში შემოზურფასებო. ეს ჩვენ კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით უნდა შთაგვაგონებდეს და პირიქით ჩვენი გულები უნდა ივსებოდეს იმ სიყვარულით უფლისა, რომ ჩვენ კიდევ რაღაც ვაკეთოთ ამ ქვეყანაზე, კიდევ მოვიტანოთ მის წინაშე უამრავი ნაყოფი და განდიდდეს უფალი. და მართლაც როცა შევხვდებით მას, ვისრითი გვინდა წარვდგეთ მის წინაშე. მე პირადად როგორც საგალობელში იყო დახუნძლული ნაყოფებით მინდა წარვდგე მის წინაშე. მე ამას ინათაც ერთხელ კიდევ ვამბობდი ხუმრობით, როცა მოვაწესრიგე რაღაცეები სოფელში, ხო იცით ნათქვამია, რომ სიბერეში კაცო გული სოფლისკენ ეკაჩება, არა? ხო და ერთ პერიოდში როცა მოვაწესრიგე და ჩამოვჯექი ზევით იქ ჩემს ვერანდაზე, გადავხედე, კარგი ბუნება არის ჩემთან სოფელში, გარშემო სულ გორები, მთები არის და ჩემთვის უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ აი სიბერის წლებში ახლა აქ შვიდად გაატარებ შენ დროს, წარმოვიდგინე დილით რომ ავდგები, გამოვალ, დავიდგა ყავის ფინჯანს, შიტების ჩიკჩიკი, ასეთი ჩვენიერი გარემო არის ხოლმე, გრილა, სიო უბერავს, საღამოთ ისევ ასე და რომ წარმოვიდგინე ჩემთვის შიგნით სხვა რაღაცა დავინახე ზურფასებო. უსვათ სულიწმინდამ დამანახა შიგნით. ხმამაღალი სიტყვები რო არ ვიხმარო, ეხლა გულში განცდა გაჩნდა ასეთი და მივხვდი ერთ რამეს, რომ ეს ცხოვრება, ასეთი სიბერე ჩემთვის არ არის აქ მოწყობილი და ეს ცხოვრება ჩემთვის არ არის. მივხვდი, რომ დასვენება იქნება ზესაში და აი სიბერეში კიდევ როგორც ვიგალობთ ჩვენ დახუნძლული ნაყოფები. და ისიც არის ამაში რაღაც და მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, ცით ადამიანი უფრო მეტად აფასებს დროს. რაც უფრო გემატება წლები, უფრო მეტად თუ კი გონივრულად ფიქრობ, ანალიზს უკეთებ შენ ცხოვრებას და კიდევაც შეიძლება სინანულის გრძნობა გიპყროს, თუ კი რაიმე მიზანი გაგაჩნია ცხოვრებაში, თუ უმიზნო ცხოვრება აზრი არ აქვს ამას. მაგრამ თუ რაღაც მიზანი გაგაჩნია და დღეს რაღაცისთვის იბრძვი, მაშინ ყოველთვის გექნება ნაკლოვანების გრძნობა, რომ ნეტა ის დროს ტყუილად რო დავკარგე უფალში დამეხარჯა. ნეტა ვის დროს გავომეყენებინა. ამიტომ როდესაც ასე ფიქრს იწყებ, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად აფასებ დროს და უფრო მეტი სურვილიც გებადება შიგნით, რომ უფრო მეტი აკეთო უფლის საქმე. ისე რომ შემოზურფასებო, ვინ ჩემი წლოვანები სახართ და კიდევ უფრო მაღლა და თან რო გვემატება წლები, გავხნევდით, ეხლა არის დრო რომ დავემსახუროთ ღმერთს. უფრო ბრძენები ვართ, უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე ოდესღაც ვიყავით, მაგრამ იმაშიც არის თავისი ხიბლი, როცა დიდი გამოცდილება არ აქვს, ისეთ ადგილებში შევყოფთ ხოლმე თავს, დღეს ალბათ დავფიქრდები იქ როგორ იქნება, რანაირად იქნება, იმიტომ რომ გამოცდილება მაქვს შეძენილი, მაგრამ როცა გამოცდილებას ნაკლებია, ამაშიც თავისი ხიბლი არის, ისეთ რაღაცებს გაკეთებინებს უფალი გამოცდილ ადამიანს, აი პრაგმატულად დაიწყებ ფიქრს და ცოტა რწმენას რო გვერდზე გაწევ, იმ საქმეს ვეღარ გააკეთებ. მაგრამ როდესაც ბევრს არ აფიქრობ და გჯერა და გწამ, შეიძლება შეცდომების დაუშვა, მაგრამ მაინც საქმე კეთდება. ამიტომ დაგვეხმაროს უფალი, რომ ჩვენ გამოცდილები ვართ თუ გამოუცდელები, წლოვანები ვართ თუ ახალგაზრდები, ყოველთვის რწმენით ვიდგეთ ჩვენი უფლის წინაშე და რწმენით მივყვეთ მას. დიდება ჩვენ ცოცხალ და მარადიულ ღმერთს. მე მადლობას ვუხდი ღმერთს ზურფასებო, ჩვენი წინათაობისთვის, როგორც უკვე აქ ამ საგალობელშიც იყო, მინდა ვისარგებლოდ, რომ ამ მომენტითაც ჩვენ ამის მაგალითები გვყავს, რომლებიც სიბერეშიც შრომობდნენ, ხანში შესულებიც იყვნენ, მაგრამ მათი ნაყოფები დღევანდელ დღემდე ჩანს. მე ღმერთს მადლობას ვუხდი ჩვენი განვლილი თაობისთვის, ჩვენი წინათაობისთვის,
ჩვენი ეკლესიის მწყემსისთვის, რომელიც უფალთან არის, მისი დამხმარეებისთვის, ხეთაგასთვის, ბესოსთვის, თვითონ მწყემსისთვის, მაჟორასთვის, რომლებმაც სიმტკიცის მაგალითი გვაჩვენეს ცხოვრებაში. თავი არ შეურცხვენიათ, ღირსეულად გაიარეს გზა და ღირსეულად წავიდნენ უფალთან. ასევე მინდა გავიხსენო იმათ, შეიძლება თქვენ არ იცნობთ, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის წლებში 21 წლის, როდესაც ვიყავი და შემდეგ მსახურებაში ჩავდექი, იყვნენ ჩვენი კიდევ უფროსი ძმები მთლიანად გაერთიანებაში. კარგად მახსოვს მე ეპისკოპოსი იოან ფედოტოვი, უკრაინელი ანატოლი ლევჩუკი, ნიკოლაი მარკიანოვიჩი, ასეთი იყო კიდევ, მოლდოველი ბელიხი, ივან ბელიხი. ეს ის ხალხი იყო, რომლებმაც ერთმა 15 წელი, მეორემ 17 წელი, მესამემ 25 წელი და ასე შემდეგ გაატარეს საპატიმროებში ქრისტეს სახელის გულისთვის. მაგრამ როდესაც საპატიმროები დატოვეს, გააგრძელეს ის, რასაც მანამდე აკეთებდნენ. ცვლილება მათ ცხოვრებაში არ მომხდარა. ისევ გააგრძელეს უფლისმსახურება და ასეთი ადამიანები იყვნენ ზურფასებო პირადად ჩემი სულიერი მამები და წინამძღოლები. და იცით რა არის ზურფასებო, მათ ღირსეულად გაიარეს გზა, არ შეირცხვინეს თავი და მე ღმერთს მადლობას ვუხდი ასეთი თაობისთვის, რომელიც ჩვენი წინამძღოლები იყვნენ. ჰალელუია. და ეს მემკვიდრეობა გაგვყვეს ბოლომდე, რომ არც ერთმა ეკლესიის მწყემსმა ცხოვრების ბოლომდე ვინც იქნება, მე ვარ თუ ჩემ შემდეგ იქნება, ღირსებით გავიაროთ ეს გზა და ვემსახუროთ უფალს ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე და მოვიტანოთ ნაყოფები წვნიანი, ნაყოფები უფლის წინაშე კეთილი, კარგი, რომელიც დარჩება თაობიდან თაობამდე, სანამ იესო ქრისტე მოვა ქვეყანაზე. ღმერთს დიდება და მადლობა. ჰალელუია. მადლობა ღმერთს ყოველ თქვენთაგანისთვის, შემოძვრფასებო, ვინც დღეს მოხვედით აქ, გამოძებნეთ, რომ როგორც მაგიამაც აღნიშნა, შეიძლება სხვა ალტერნატივაც გქონდათ, შეიძლება სადღაც გულიც კიდევაც გეწეოდათ, მაგრამ არის ხოლმე ადამიანი კვირა დღისით შეიძლება დადგეს არჩევნის წინაშე, ეკლესიაში წავიდეთ თუ კიდევ რაღაც საქმე აქვს, ან დასვენება უნდა, ან კარგი რაღაც აქვს დაგეგმილი და ადამიანი არჩევანს აკეთებს. რა თქმა უნდა, გამონაკლისები ყველაფერში და ყველგან არსებობს. მაგრამ როცა ადამიანებს ჩვევა აქვთ უკვე, რომ ყოველ კვირას არჩევანი გააკეთოს, არა ეკლესიაში წასვლაზე, მაგრამ სხვა საქმეებზე, ეს სუდი ჩვევა არის. მაგრამ კარგი ჩვევაა და ტრადიცია, როცა მისი არჩევანი წინასწარ განსაზღვრულია, რომ კვირას მე უნდა მივიდეთ, აყვანივსე უფალს, იმიტომ რომ ბიბლიურადაც ასე იყო ზურფასებო, ყველა ებრაელის ოჯახში ასე იყო, ისინი ერთ დღეს გამოყოფდნენ და თავიანთი ოჯახებით დღესაც ასე აქვთ დადგენილი, მიდიან სინაგოგებში, თაყვანსცემენ უფალს, სწირავენ უფალს თავიანთი მონაგებიდან და ეს ტრადიცია გადადის და ფაქტიურად ეკლესიაც ხომ აი ამ ტრადიციებზე დაფუძნებული არის, რომელიც იესო ქრისტემ მოიტანა ქვეყანაზე. ამიტომ ჩვენს უნდა გქონდეს ტრადიცია 6 დღე იმუშავე შენთვის. თუ რაიმე მსახურებაში ხარ და დროს უფრო მეტად უყოფ ღმერთს, გამოუყავი და უფალი უფრო მეტად გაკურთხებს შენ, მაგრამ იცით მსახურება მაინც ნებაყოფლობითი არის და ადამიანები შეიძლება ჩვენ არ დავაძალოთ ადამიანებს, მაგრამ ჩვენი ეკლესიის მიზანი არის, რომ ყველა ადამიანს მივცეთ საშუალება ემსახუროს ღმერთს და განავითაროს თავისი ნიჭი, ვისაც გული უძგერს მსახურებისთვის. და თუ კი შენ ჯერ არც ერთ მსახურებაში ამ წუთში არ ახარ, ნუ ხდება ასეთი მომენტიც, რა თქმა უნდა, ადამიანი მსახურებაში ჯერ არ არის, მაგრამ იყავი ერთ გული უფლისა, 6 დღე იმუშავე შენთვის, მე-7 დღეს მოგიდე შენ სორშვილს ხელი, თუ ოჯახია დაოჯახებული ხარ, მოდი ეკლესიაში, შენ მაშვილებმა საკვირაო სკოლაში გაიხარონ, შენ და შენ მეუღლემ მსახურებაზე მოისმინეთ უფლის სიტყვა, თუ დაოჯახებული არა ხარ, რა სიტუაციაში ხარ, უბრალოდ ეს დღე გამოყავი უფლისათვის. უფალმა ეს დღე გამოყო ზურფასებო, რომ ადამიანმა პატივი მიაგოს უპირველეს ყოვლისა ღმერთს და მადლიერება გამოხატოს ყველაფერი იმისთვის, რასაც უფალი აკეთებს შენთვის. შემდეგ იმისთვის არის, რომ შენ დაისვენო კიდეც. დაისვენო მორალურად, ფიზიკურად, მიიღო რაღაცა სულიერი საკვები და ისევ განადიდო უფალი. ასე რომ შემოძვრფასებო, მრავალ მხრივ სასარგებლო არის ეს კარგი ტრადიცია შენ ცხოვრებაში, რომ იარო ეკლესიაში და განადიდო უფალი.
ამენ. დღეს მე მინდა რასაც ვილაპარაკო, შემოძრფასობო ეს არის ქადაგება უფრო მეტად შეიძლება ეხებოდეს იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ერთ დროს მოწოდებული იყვნენ, მაგრამ მოხდა რაღაც მათ ცხოვრებაში, ხო ხდება ხოლმე ადამიანთა ცხოვრებაში, არა? დაცემა ერთ დროს შეიძლება სულით ანთებული იყო, მაგრამ მოხდა რაღაცები ცხოვრებაში და ცხოვრება ყოველთვის ისეთი იოლი არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ცხოვრება ხანდახან რთულია და ადამიანები ანდახან ეცემიან. შეიძლება ასევე არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ამ დარბაზში არიან და დაცემის პირას არიან. აქვთ ნიშნები დაცემისა. მე მინდა დღეს უბრალოდ ჩემი სიტყვა მივმართო იქითკენ, რომ ასეთ ადამიანებს კონდეთ დღეს შემეცნება იმისა, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. რომ ღმერთი ყველას აძლევს შანსს მოტრიალების, მობრუნების, მონანიების, ვინც პირდაპირ ეთერში გვიყურებს, შეიძლება მათ შორის იყვნენ ასეთი ადამიანები. და თუ კარგად ახარ და დაცემული არ ახარ, კიდევ ერთხელ განადიდე უფალი და როცა მოისმენ, დაინახე ამაშიც, რომ ეს შენი დამსახურება კი არ არის, ეს ღვთის მადლი არის, რომლისთვისაც ყოველთვის მადლიერები უნდა ვიყოთ. აი ეს ადამიანები, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ, შემოძრფასებო, წინა სიტყვაობაში, თქვენ მათ არ იცნობდით, მაგრამ მე მათ ყველას ვიცნობდი, მათთან ყველასთან მქონდა ურთიერთობა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ ლოცვა. ივსებოდნენ სულიწმინდით. უყვარდათ სულიწმინდით ავსება. ძალიან ბევრს ლოცულობდნენ სულიწმინდის ენებით და შუამდგომლობდნენ. მაგრამ ამავე დროს ზრფასებო, ეს ადამიანები იყვნენ აი საოცრად თავდაბალი ადამიანები. რა თქმა უნდა, განსხვავებული ხასიათებით. მაგრამ თავდაბალი ადამიანები და მათი სიტყვიდან და ყველაფრიდან ყოველთვის იგრძნობოდა ერთი რამ, რომ დიდება და პატივი ეკუთვნოდა უფალს. რომ ყველაფერი უფლის დამსახურება იყო მათ ცხოვრებაში. ისინი არასდროს არ ტრაბახობდნენ თავიანთი წარსულით. ისინი ყველაფერს თუ კი წარსულში ჰქონდათ კიდეც რაიმე საქმე, რომ ისინი ახმარდნენ იმას, რომ ახალგაზრდა თაობა სწორად გაზრდილიყო და ჰქონოდათ შემეცნება. მახსოვს ერთხელ, როცა ახლად ნაკურთხი მსახური ვიყავი, ხელდასხმა მოხდა, მემსახურები უფალს და ამ დროს ეს კომუნისტური რეჟიმის პერიოდი იყო, მაშინ KGB იყო, ეხლა სუსია და მიბარებენ, უпростоრად შემხდნენ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დამიბარეს, სამხედრო ასეთი კომისარიატი იყო და 4 საათიანი დაახლოებით საუბრები იყო ხოლმე, როცა მათ ხვდებოდი. 3 საათი, 4 საათი. და ისეთ თემებზე მელაპარაკებოდა ეკლესიაზე, რეგისტრაციაზე, თემებზე, რომელსაც ეკლესია მაშინ თავს ვარიდებდით, იმიტომ რომ სხვა რეჟიმი იყო და სხვა კანონები იყო. და ბოლოს რო ვერაფერი გაუვიდა, გადმოვიდა ბუქარაზე და მეუნება ციხეში ამოგალპობთ. თავისუფლებას ვერ ეღირსებით. და იცი, რა თქმა უნდა, ეხლა გითხრათ, რომ ამ დროს ადამიანს არ შეეშინდება, მართლა ტრაბახი გამომივა. მაგრამ მე ასე ვიცი, შეიძლება გეშინოდეს კიდეც და ნორმალურია, როცა ადამიანს ეშინია, მაგრამ მაინც ის უნდა გააკეთო, რასაც აკეთებ. ესე მგონია მე ვაშკაცობა და სიმამაცე ეს არის, რომ გეშინია, იცი რომ ამისთვის რაღაცა გელოდება, მაგრამ აი მაინც იმას აკეთებ, რაც უნდა გააკეთო. სხვა გზა არ არის. დამაში უფალი გეხმარება. და იცი თომას უთხარი, გამეღიმა და უთხარი, კი შევკრთი შიგნით, მაგრამ გამეღიმა და უთხარი მას, იცით რა, ჩვენ რო ვინათლებოდით. ჩვენმა ძმებმა ასე გვითხრეს, რომ ქრისტეს სახელის გულისთვის შეიძლება მოკლანა. შეიძლება ციხეებში იყოთ. ეხლა თუ გინდათ მოინათლოთ, ეს თაობა ესე გვაფრთხილებდა ჩვენ. თვითონ რომ გამოვლილი ქონდა, იგივეს მეუნებოდა, ეს რო შეგხვდეს, შეიძლება შეგხვდეს. მზათა ხარ რო ემსახურო ღმერთს? მე უთხარი, როცა ჩვენ ვინათლებოდით და როცა მსახურებაში ვდგებოდით, ჩვენ ეს ყველაფერი გათვალისწინებული ქონდა და უფრო მეტზე ვიყავით წამსვლელები, რომ თქვენ შეიძლება მოკლათ ჩვენ. მაგრამ ციხეთი რას გვაშინებ?
თან ახლა იცით რა მეცინება კიდეც ისე ყვებოდნენ ხოლმე როცა ვიჯექით ხოლმე ძმები უფლის სადიდებლად ამ ყველაფერს რომ აი ახალგაზრდები იმ დროს ვიყავით შარზე რო იტყვიან ბიბლიები დავდიოდით გადაგებდით და ოცნებობდით ნეტა დაგვიჭირონ ამ დროს ახლა როცა ოცნებობ რომ დაგიჭირონ თან ახალგაზრდული შემართება გაქვს ამას პატივად თვლიდით რომ ქრისტეს სახელის გულისთვის ციხეში ვიქნებით ხო გვიამაყებოდეს იცით ვირბასებო ასე გზრდიდნენ და როცა ეს განწყობა იყო რამდე შეგაშინოს ვინ შეგაშინებს როცა შენ თვითონ ეძებ ამ შარს რომ როგორ დაგიჭირონ რომ გერგოს ეს პატივი და გერქვას ქრისტეს სახელის გულისთვის დაპატიმრებული ადამიანი დღესაც რომ ვკითხულობ ხოლმე დევნილი ადამიანების ისტორიას რა მახსენდება ხოლმე ის პერიოდი და მეცინება რომ უფალი ზრდის თავის შვილებს ქვეყნიერება გიტევს აქეთ-იქიდან მაგრამ შენ მაინც შენ გზას აგრძელებ თუ უფალზე ხარ მინდობელი ამიტომ დიდება ჩვენ უფალ ღმერთს ჩემო ზრფასებო ამ ყველაფრისთვის ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება მაგრამ მოდი ჩვენ ისევ წმინდა წერილით განვიკიცოთ გულები შევისწავლოთ ბიბლია შევისწავლოთ სახარება რას გველაპარაკება ღმერთი და იცით რა არის კონკრეტული რეცეპტები რომ თქვათ რომ აი ცალკე თემა ბიბლიაში რო დაეცები როგორ უნდა წამოდგე ან ცალკე თემა არის მაგალითად რომელიღაც საკითხი ასე ცალკე თემები ბიბლიაში არ არსებობს მაგრამ მთელი ბიბლია იმით არის გაჟღენთილი ისტორიები ღმერთის ერისა ძველი აღთქმა ახალი აღთქმა მოციქულთა ცხოვრება მაგალითები მოციქულთა ცხოვრებიდან მთელი წმინდა წერილი გაჟღენთილი არის ყველანაირი თემით სიწმინდით როგორ უნდა იდგეს სიწმინდეში როგორ არ უნდა დაეცე და თუ დაეცემი როგორ უნდა წამოდგე როგორ არ უნდა დაკარგო იმედი ყველა თემაზე იპოვი ბიბლიაში სწავლებას თუ შენ ხარ მოწაფე იესო ქრისტესი თუ მარტო კრებაზე მოსიარული ადამიანი არ ახარ თუ მარტო მსახურებებზე დადიხარ და კვირიდან კვირამდე აი დღეს რო აქ ხარ ხო ვილოცეთ ახლა თაყვანი ვეცით უფალს თუ მეორე კვირამდე აღარ ილოცებ და დაელოდები მეორე კვირას რომ მოხვალ აქ უნდა ილოცო არ არის კარგი მდგომარეობა თუ ამ ქადაგების შემდეგ მეორე კვირამდე შენ ბიბლიას არ წაიგითხავ და მინდა გითხრათ კარგია როცა ყოველ დღე ცოტას მაინც წაიგითხავ და თუ კვირიდან კვირამდე შენ ბიბლიას არ წაიგითხავ შენ სულიერად ვერ გამტკიცდები ამიტომ მოდი სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს მორწმუნე ადამიანი ბიბლიის გარეშე და წმინდა წერილის გარეშე მორწმუნე ვერ იქნები გააჩნია როგორი მორწმუნე გინდა იყო თუ ისეთი მორწმუნე გინდა იყო რომ უბრალოდ მორწმუნე გერქვას ასე ხომ მთელი საქართველო არის ასე ხო უამრავი ადამიანი არის ქვეყანაზე მაგრამ თუ ნამდვილი ქრისტიანობა გინდა ნამდვილი ღმერთის შვილობა ერთი რამ უნდა გაითავისო და იცოდე შენ უნდა ისწავლო ბიბლია შენ უნდა იკითხო ბიბლია შენ უნდა აღიზარდო ბიბლიით შენ უნდა იზრდებოდე ბიბლიით უნდა დადიოდე ბიბლიით ეს არის მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ის რაც გალამაზებს შენ მორწმუნე ადამიანი ბიბლიით წმინდა წერილით კითხულობს უფალს თაყვანს სცემს მადლობას უხდის სწავლობს მისი გონება იცვლება და როგორც მოწაფე არა მხოლოდ მორწმუნე მიხვება იესო ქრისტეს ამენ ვერს დიდება და მადლობა მე მინდა დღეს ორი ისტორია გავიხსენო რომელიც ძალიან მსგავსი არის ერთმანეთისა და ვილაპარაკო პეტრეს მოწოდებაზე მის დაცემაზე და მის აღდგენაზე ხშირად ვილაპარაკო პეტრეზე და ალბათ ამ ქვეყანაზე რო იყოს მეტყოდა რა გამიჭირე საქმეა მაგრამ რა ვქნა დაიწერა და ბიბლია ამბობს რომ ჩვენ და სამაგალითოდ დაიწერაო ხო კარგსაც ვსწავლობთ და თუ რამე სიზუსტეც გქონდათ და ჩავარდა გქონდათ იქიდანაც რაღაცას ვსწავლობთ ასე არის ცხოვრება პეტრეც ადამიანი იყო ჩვენც ადამიანები ვართ ელიაზეც კი წერია რომელმაც 3 წელიწადი შეაჩერა წვიმა და 3 წლის შემდეგ ილოსა და ისევ მოვიდა წვიმა ხო ჩვენნაირი ადამიანი იყო ის ზებუნებრივი ადამიანი კი არ იყო ჩვენნაირი ადამიანი იყო და აქედან ჩვენ უნდა ვისწავლოთ და მივიბაძოთ რომ შეუძლებლის გაკეთება შეუძლია უფალს თუ რწმენით იდგები და მიხვები ღმერთს ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია ვისწავლოთ ბიბლიიდან იმიტომ რომ ბიბლია ეს არ არის ზღაპრების წიგნი ბიბლია ეს არის რეალური ისტორიები რეალური ადამიანები
და ყოველი ისტორიის უკან დგას რაღაც სწავლება არის, რომელიც უნდა რომ უფალმა ჩვენ მოგცეს და ყოველი რეალური ისტორიის უკან არის ღმერთის ჩანაფიქრი, რომ შენ დღეს რაღაც ისწავლო ღმერთისგან. მე პირადად პეტრესგან ბევრს სწავლობდა ღმერთს დიდება მისთვის და აი ამ ისტორიებში ძვირფასებო არის რაღაც რაც ჩვენთვის სასარგებლოა. მე მინდა დღეს ორი ტექსტი გამოვიყენო ლუკას სახარების მეხუთე თავის მეოთხე მუხლიდან მე-11 მუხლის ჩათვლით და იოანეს სახარებიდან 21 თავის მე-6 და მე-17 მუხლი. შეგიძლიათ ძვირფასებო ეს მოინიშნოთ ეს ტექსტები, მე შეიძლება მთლიანად არ წავიკითხო დროის გამო, უბრალოდ ეს თქვენთვის ნაცნობი ადგილებია და უბრალოდ ამ ისტორიას მინიშნებას მოგცემთ თუ რისი თქმა მინდა. ლუკას სახარების მე-5 თავის მე-4 მუხლიდან ასეთი ისტორია არის და ეს ხდება გენისარეთის ტბასთან. როცა ხალხი აწყდებოდა იესოს, რომ ღმერთის სიტყვა მოესმინა, ამ დროს იესომ დაინახა, რომ ტბასთან იდგა ორი ნავი და მათგან გადმოსული მებადურეები თავიანთ ბადეებს რეცხავდნენ. იესო ერთ-ერთ ნავზე ავიდა, რომელიც იყო პეტრესი, მაშინ სიმონი ერქვა. და სთხოვა, რომ ნაპირს ცოტა გაშორებოდა და ჩაჯდა ნავში და ასწავლიდა ამ ხალხს. და როცა მოათავა სწავლება და დაამთავრა, შემდეგ ეუბნება პეტრეს, სიმონს, შესურდით ღრმად და ბადეები ჩაუშვით თევზის დასაჭერად. მიუგო სიმონმა პასუხად, მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ჩაუშვებთ ბადეს. ასეც მოიქცნენ და იმდენი თევზი მოიმწყუδιეს, რომ ბადეები ეხებოდათ. ნიშანი მისცეს მეწილეებს მეორე ნავში, რომ მოსაშველებლად მოსულიყვნენ, მოვიდნენ და ორივე ნავი ისე აავსეს, რომ იძირებოდნენ. ამის მნახველი სიმონ პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა, გამშორდი უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ, რადგან გაოგნებამ შეიპყრო ისის და ყველა მასთან მყოფიც იმ თევზის სიმრავლის გამო მათ რომ დაიჭირეს. ასე დაემართა იქ მყოფ იაკობს, იოანეს ზებედეს ძეებს და სიმონის მეწილეები კიდევ ვინც იყვნენ. და შემდეგ იესომ მას უთხრა, ამ იერიდან შენ ადამიანებს დაიჭერ. ვირფასაზღვაო დადებო, როგორც უკვე აღნიშნე, რომ ეს არის მოწოდება, იესომ მოუწოდა პეტრეს და მოციქულებს. მსგავსი ტექსტი არის ასევე იოანეს 21 თავში. აქაც წერია მე-6 მუხლიდან მინდა წავიკითხო, რომ და ეს ის პერიოდია, როცა ქრისტე უკვე მკვდრეთით აღდგარი არის. როცა პეტრეს უკვე უარი აქვს ნათქვამი ქრისტეზე. და აქაც წერია, ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. აი ასე ეჩვენა მათ. ერთად იყვნენ აი ამ პერიოდში სიმონ პეტრე, ტყუპის სალაწოდებული თომა, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედის ძენი და ორი სხვა მის მოწაფედაგან. უთხრა მათ სიმონ პეტრემ, მე სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს ჩვენთან ერთად მოვდივართ. გავიდნენ და ნავზე ავიდნენ. ისევ იგივე მოხდა. იმ ღამესაც ვერაფერი ვერ დაიჭირეს. რომ გათენდა იესო იდგა ნაპირზე, თუმცა მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. უთხრა იესომ, შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი? მიუგეს არა. უთხრა მათ, ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით. ისროლეს ბადე და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო. მოწაფემ იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს, ეს უფალია. როცა გაიგონა სიმონ პეტრემ უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო და ზღვაში გადაეშვა. სხვა მოწაფეები კი ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან. ჰალელუია. იცით რა არის, ზოგიერთ გონია, რომ აი ეს ორი ტექსტი ერთნაირი არის, ერთი მოვლენა არის. ხშირად ზოგიერთი ბიბლიის უცოდნელი და კრიტიკოსი ამბობს, რომ სახარებაში შეცდომები არის, აგერთი და იგივე მოთხრობა, სხვადასხვანაირად არის ნათქვამი, სხვადასხვა ადგილები არის დასახელებული, მაგრამ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ძვირფასებო. აი ამ ტექსტებში ჩვენ ვხედავთ ორ მსგავს ისტორიას, ორი თევზჭერა. და
და ორივე ერთი და იგივე ტბაზე არის. მაგრამ ეს ორი მოვლენა ერთმანეთისგან განსხვავებული არის. ეს ერთი ტბა იყო, რომელსაც სამი სახელწოდება ჰქონდა, სხვადასხვა დროს. არის მოხსენებული გენესარეთის ტბა, გალილეის ტბა და ტიბერიის ზღვა. გენესარეთის ტბა ეს სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ ისტორიულად თუ ჩაუღრმავდებით და გავიგებთ, გენესარეთის ველიდან, რომელიც ნაყოფიერი ტერიტორია იყო და მის გვერდით ეს ტბა იყო. და მას უწოდებდნენ ხოლმე გენესარეთის ტბას ამის გამო. მაგრამ სხვა ადგილებში ვხედავთ, რომ არის მოხსენებული გალილეის ზღვად. რატომ? იმიტომ რომ ეს რეგიონი ნამყოფი ორმე პირადად იქ ერთი რამდენჯერმე ეს გალილეის რეგიონი არის. გალილეაში. ეს გენესარეთის ველი და ტბა გალილეაში მდგომარეობს. ამიტომ ეხლა გინდა თემკის ზღვა დაუძახე ეხლა თბილისს და გინდა თბილისის ზღვა, განსხვავება არის რამე? ასე იყო რომ გალილეის ტბადაც არის წოდებული. მაგრამ მოგვიანებით ზურფასებო, ეს სახელწოდება ტიბერიის ზღვა დაკავშირებულია უკვე იმ მოვლენასთან, როცა რომაელთა მმართველობის პერიოდში აი იმ ტბასთან დღესაც არის ქალაქი, რომელიც რომაელების მიერ აშენებულია, ტიბერია წოდებული ქალაქი. და იმ ტბასთან ახლოს არის. და ამიტომ მას იმ პერიოდში ტიბერიის ზღვასაც უწოდებდნენ. ასე რომ მინდა რომ იცოდეთ, რომ ეს სამივე სახელწოდება ერთი ტბისა არის. ეს ორი მოვლენა თევზჭერა სხვადასხვა დროს მოხდა. პირველი მოხდა იმ დროს, როცა იესომ დაიწყო ქადაგება და პეტრეს და დანარჩენ მოციქულებს მოუწოდა. ხოლო მეორე თევზჭერა იყო ქრისტეს აღდგომის შემდეგ, იგივე ადგილზე. ამიტომ როდესაც ვკითხულობ ჩვენ სახარებას, არ უნდა დავივნდეთ ამ ადგილებში. და მინდა აი ამ ორ მომენტზე ვილაპარაკო, ჩემოძრფასებო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენთვის ორივეგან სასწაული მოხდა. პირველ ეპიზოდში ჩვენ ხედავთ, რომ ეს იყო მსახურების დასაწყისი. ხედავთ, რომ პეტრე ჯერ მხოლოდ ამ დროს მეთევზე არის. მეთევზე, რომელსაც თავისი ბიზნესი აქვს. მეთევზე, რომელიც ყოველ დღე გადის სათევზაო ტბაში, რომ ოჯახისთვის შეიძინოს რაღაც პურის ფული იშოვოს, ყოველდღიურ რუტინაში არის ჩაბმული. მას მეწილეებიც ახავს. და როდესაც ხედავთ ჩვენ პეტრე ზურფასებო, აი აქ უბრალო ცხოვრებას ეწევა. ისი დღეს ვინც ღმერთს ემსახურება, ვინც დღევანდელ დღეს არიან მსახურები, მახარებლები, მოციქულები, მწყემსები თუ მასწავლებლები თუ ეკლესიის წევრები, რომლებიც სხვადასხვა მსახურებას და მნიშვნელოვან მსახურებას ეწევიან. იცით, დედის მუცლიდან დაბადებულები მსახურებად არავინ არ იყო. ყველას ჩვენი ცხოვრება ჰქონდა. ყველას ჩვენი გზა ჰქონდა, ყველას ჩვენი საქმიანობა ჰქონდა და დღესაც ასია, ყველას გვაქვს ჩვენი საქმიანობა. მაგრამ დგება ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც უფალი ყველას რაღაცისკენ უწოდებს. ზოგს მწყემსობისკენ, ზოგს მოციქულობისკენ, ზოგს მახარებლობისკენ, ზოგს მასწავლებლობისკენ. ზოგისთვის შეიძლება ძვირფასებოა, ღმერთისგან გათვლილია ყველაფერს მოშორდეს, ყველაფერს ჩამოცილდეს და სრული დროით მიეძღვნას ღმერთს. ზოგისთვის შეიძლება ეს ნახევარი დრო იყოს, ზოგისთვის შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყოფა იყოს დრო ისა, რომ ემსახუროს ღმერთს. ყველა ჩვენი მოწოდება გვაქვს ძვირფასებოა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თევზჭერა ის მომენტი პეტრესთვის იქცა ძვირფასებო მოწოდების დღეთ. პეტრე ალბათ იმ დღეს არ აფიქრობდა არაფერს. ის ჩვეულებრივად მოდიოდა, ჩვეულებრივად სათავზავოდ იყო გასული, ვერაფერი ვერ დაიჭირა. გამოვიდნენ ბადებს, რეცხავენ. ჩვეულებრივი საქმიანობა იყო მეთევზისა. მაგრამ აი ამ ერთ-ერთ ჩვეულებრივ დღეს იესო მივიდა პეტრეს ცხოვრებაში. იესო მივიდა და ეუბნება ჩაჯდა ნამში და სთხოვა, ცოტა გაეცურა და იქიდან ელაპარაკებოდა ხალხს და უკადაგებდა. იესო ქრისტე ოდესღაც ჩვენს ნავში წამოვიდა, ჩვენს ცხოვრებაში, როცა ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვეწევოდით, როცა ჩვენი გეგმები გქონდა. პეტრეს სულაც არ ქონია გეგმა, რომ ის გამხდარიყო ეკლესიის სვეტი, ეკადაგა სახარება. პეტრეს გეგმა იყო თევზი დაეჭირა და თევზი რო ვერ დაიჭირა, ალბათ
ცოტა იმედგაცრუებულიც კი იყო. არ მინახია გახარებული მეთევზე, რომელიც სარიელი მოდის თევზაობიდან. პირიქით, თუ ასეთი დაიჭირა პატარა თევზი, მეგობარს უკვე ამხელა დავიჭირეო. თუ 5 თევზი დაიჭირა, აუცილებლად იტყვის 10-15 თევზი დავიჭირეო. 2 კილო დავიჭირეო. პრაქტიკაში ასე ხდება ხოლმე ყოველ შემთხვევაში. პეტრე შეიძლება იმედგაცრუებულიც იყო ამ დროს. თავის ბადეებს რეცხავდა და ალბათ მორიგი თევზაობისთვის ემზადებოდა, დღეს თუ ვერ დავიჭირე, ხვალე დავიჭერ. მაგრამ ამ დროს იესო შევიდა მის ნავში. იესო შემოვიდა ჩვენს გეგმებში, თავის დროზე ჩვენს ხოვრებაში. მე სულაც არ მქონდა გეგმა იმისი და არ ფიქრობდი რომ ეკლესიის მწყემსი ვიქნებოდი. მე ჩემი გეგმა მქონდა. როდესაც მსახურობდი ჯარში, რო ჩამოვიდოდი ჯარიდან, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა გამეკეთებინა, ჩემი გეგმა მქონდა დაწყობილი, იმიტომ რომ გადაფასებები გავაკეთე, მაგრამ ამ გეგმებში სულაც არ შედიოდა ეკლესია. იმიტომ რომ საერთოდ არც არაფერი არ ვიცოდი ეკლესიის შესახებ. ამ გეგმებში სულაც არ შედიოდა სახარების გადაგება, ამ გეგმებში სულაც არ შედიოდა ეს 45 წელი, რომელიც გატარებული მაქვს ღმერთის სახურებაში. ჩემი გეგმები სულ სხვა იყო. მაგრამ იესო ამოვიდა იმ ნავში, სადაც იყო იმედგაცრუება. ამოვიდა იმ ნავში, სადაც იყო მწუხარება. ნავში, სადაც მთელი ჩვენი ოჯახი ვიყავით განცდაში, მამაჩემი ბრმა იყო, დაბრმავდა. ეკონომიურად დაცემული ოჯახი. არავითარი პერსპექტივა. და ამ ნავში იესო ქრისტემ შემოაბიჯა და იესო ქრისტემ მომიწოდა და ყოველ ჩვენთაგანს მოგვიწოდა ჩვენი ნავიდან. ამისთვის მოდი დიდება შევწიოთ უფალს, ჰალელუია. ის დიდებული ღმერთი არის. იესო ქრისტეს დღესაც უნდა შენს ნავში ამოსვლა. თუ ვინმე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, თუ იესო ქრისტე ჯერ შენ ნავში არ ამოგიშვია და შენ ნავში ჯერ იესო ქრისტეს თუმრად არ ყოლია, იესო ქრისტე დღეს მოუხმობს ყოველი ჩვენთაგანის გულს, ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებას. ნიშნულობა არ აქვს ურწმუნო ხარ, მორწმუნე ხარ, დაცემული ხარ თუ დგე ხარ. იესო ქრისტეს უნდა რომ ჩვენი ნავები დათმობილი იყოს იესო ქრისტესადმი, რომ იესო ქრისტეს მოწოდება გვასრულოთ ამ ქვეყანაზე. თუ ჩვენი აქამდე ჩვენი ცხოვრება უნაყოფო იყო, ცარიელი იყო, ბუნდოვანი იყო, იესო შემოუშვი შენს ნავში. იესოს მითითების მიხედვით ისროლე შენი ბადეები და შენ დაინახავ შენი ცხოვრება იქნება აზრიანად, აღსავსი აზრით. არა უმიზნო. მე ახლა არ პირდებით მოდი იესო ქრისტე შემოუშვი შენ ცხოვრებაში და მილიონერი გახდები, ფულიანი გახდები, არაფერი არ მოგაკლდება, არა ძრფასება. ეს სერიები უკვე ნანახი გვაქვს. ეს ლექციები უკვე მოსმენილი გვაქვს. მაგრამ იესო ქრისტეს ნავში შემოშვება სხვა რაღაცა არის. შენი თავი უნდა მიუძღნა უფალს და იესოს გაყვე იმ გზაზე, რომელ გზასაც ვიწრო გზა ქვია. იესოს გაყვე იმ გზაზე, რომელსაც ჯვრის გზა ქვია. იესოს მოწაფეობის გზა ქვია. და არა ის გზა, მოდი ქრისტესთან და ყველაფერი კარგად გექნება, მოდი ქრისტესთან და არაფერი აღარ გაგიჭირდება. დიახ, არ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ სულიერად ძლიერები ვიქნებით. არ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ეშმაკი ვერ დაგვამარცხებს. მაგრამ იქნება ბრძოლები, მაგრამ იესო ქრისტე გვპირდება, რომ ჩვენი ცხოვრება იქნება გამარჯვებებით სავსე. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ჰალელუია. დიდებული არის ჩვენი უფალი. ამიტომ ამბობ მე, როცა იესო ქრისტე მოგვიწოდებს და იესო ქრისტე შემოდის ჩვენს ნავში, დაუთმე მისი სიტყვისამებ შენი ცხოვრება. პეტრე შეეძლო უხეშადაც ეთქვა, შენ ვინახარ, წადი ახლა ილაპარაკე, შენ ლაპარაკი გეხერხება, მე მეთევზე ვარ, პროფესიონალი, დღეს ვერ დავიჭერე, ხვალე დავიჭერ. მაგრამ ამ დროს გამოსtildeილ მეთევზეს, რომელსაც მთელი ცხოვრება იქამდე გატარებული ჰქონდა ზღვაში და თევზაობაზე, ერთი რაბინი მოძღვარი, რომელიც ლაპარაკობდა, ლექციებს კითხულობდა გალილეის ტბაზე, ეუბნება, ღრმად შესული და გადააგდე შენი ბადეები და დაიჯერ. და იცით პეტრეს სიტყვა ასეთი იყო. აი შენი სიტყვისამებრ გავაკეთებ. შეიძლება შენ თვითონაც არ გესმის, რასაც უფალი გეუბნება, მაგრამ იყავი მორჩელი გულისა და ყოველთვის უთხარი იესო, შენი სიტყვისამებრ იყოს ჩემს ცხოვრებაში. შენი სიტყვისამებრ უფალო, თუმ ის სიტყვისამებრ იქნება სიუხვე შენ სულიერ ცხოვრებაში. იქნება დახუნძლული ნაყოფები შენ სულიერ ცხოვრებაში. ეს ხომ თავარია, ჩემო ძრფასებო.
და რაც ხორციელ ცხოვრებაში გვჭირდება, ამაზე უფალი ამბობს, ამაზე ნუ ფიქრობ, ეს შეგემატება. მაგრამ ხშირად ძვირფასებაა. ჩვენ იესო გვჭირდება ჩვენს ხორციელ ცხოვრებაში. სულიერ ნაყოფებში დახუნძლული კი არა, სხვა ნაყოფებით დახუნძლული გვინდა ვიყო ცხოვრებაში. არ გვეკლდეს არაფერი, ბოლო მოდელის მანქანა ყავდეს, ბევრი ფული გქონდეს, წარმატებული იყო და ასე შემდეგ. დიახ, თავისთავად არც ფულია ცუდი, არც მანქანაა ცუდი, ყველაფერი კარგია, როცა უფალი გაძლევს, მაგრამ რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზანი? რისთვის ემსახურები ღმერთს? იობსაც ჰქონდა ეს დროს ყველაფერი, მაგრამ მოვიდა დრო, როცა დაკარგა ყველაფერი. მაგრამ იოს ჰქონდა მთავარი, რომელიც არასდროს არ დაუკარგავს, როცა იყო წარმატებული და როცა გახდა წარუმატებელი. ის მთავარი სიმდიდრე მას არ დაუკარგია, რომელიც ღმერთის სიყვარული იყო. შეიძლება გაიტანჯა დროებით, მაგრამ იობის ნაყოფები ისევ დახუნძლული იყო. ამიტომ მოდი შემოძრფასებო, სერიოზულად შევხედოთ იესო ქრისტეს და მის მსახურებას და ჩვენი გულები, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ნავები დაუთმოთ იესოს და იმ ნავში, რასაც გეტყვის იესო შენ ცხოვრებაში, შენ საქმიანობაში უთხარი უფალო, შენი სიტყვის ამერ ვიყოს ყველაფერი, ამენ. ჰალელუია. ღმერთს დიდება და მადლობა. აი აქ ხედავთ ძვირფასებო ჩვენ. ეს პეტრეს მსახურების დასაწყისი იყო. იესომ როცა უთხრა შესურდი ღრმად და ბადეები ჩაუშვი თევზების დასაჭერად მოხდა სასწაული. მაგრამ უკვე ხედავთ ძვირფასებო, რომ პეტრე მოციქული ეცემა მის წინაშე და ეუბნება, გამშორდი უფალო, ცოდვილი ვარ ბე, მაგრამ იესომ მას მოუწოდა. არც ერთი ჩვენთაგანი იესოს ღირსი არ ვიყავით, როცა ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა. ყოველი ჩვენთაგანი ცოდვილები ვიყავით და ნამდვილი მონანიება ისიც საიდან იწყება შემოძრფასებო და მინდა გითხრათ ყველა მსმენელს, ვის დარბაზში ხარ და ვის დარბაზში არ არის, თუ ეს არ გაგივლია, შენ გასავლელი გაქვს ეს გზა, ნამდვილი მონანიება. როცა ადამიანი მოდის უფალთან ძვირფასებო, მისი გული ასე არის განწყობილი, უფალო მე ცოდვილი ვარ, მე შენი ღირსი არა ვარ. პეტრე მეს უთხრა, გამშორდი უფალო, მე ცოდვილი კაცი ვარ. მიხვდა დაინახა ღვთის სიწმინდე დიდება, მისი სასწაული და თავისი მდგომარეობა. თუ ეკლესიაში მოსვლელ ადამიანს, ვინც ქრისტეს უახლოვდება, აი ეს განცდა არ ქონია თავის ცხოვრებაში. თუ მოხვდი და ყველაფერი რაც შენ დახვდა, ჩათვალე შენად, თუ ბოლომდე არ განგიცდია შენი ცოდვილი მდგომარეობა, თუ არ მოგინანიებია როგორც საჭირო არის, მაშინ დღეს შეიძლება რაღაც გზა გასავლელი კონდეს. მე ადრეს მითქვია, რომ ეკლესია იმ პერიოდში, როდესაც მე ვირწმუნე, ისეთნაირად იყო მოწყობილი, იმიტომ რომ არ ქონდა ჩვენ, ბევრი რაღაც არ ქონდა ეკლესიას, არ ქონდა ინსტრუმენტები, მუსიკა, დარბაზი, რბილის კამები, მომღერლები, რომელიც დღეს აკვავს, არ იყო ეს ყველაფერი. დაბალი სარდაფი, უჰაერობა, ხველის კამები, ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ წესით ახალგაზრდა ადამიანს რო ეუბნები წადი, შენი ადგილი აქ არ არის. მაგრამ იყო ერთი რამ, რასაც ვერაფერი ვერ შეცვლის დღესაც და ვერაფერი ვერ შეცვლიდა მაშინად, სულიწმინდის ძალა და ცხებულება. სულიწმინდა, რომელიც ეხებოდა ადამიანთა გულებს, ადამიანების გულები, მომნანიებლები, ჩვენ არც იმას არ გვეუბნებოდნენ, წინ გამოდით, მოინანიეთ, ყველა ადგილზე ვიჯექით, ქადაგებას ვისმენდით და იქ ვინანიებდით და ვждებოდით. როცა ვიჯექით იქ, ვინანიებდით. ცრებლით მონანიება მიდიოდა. შემოძრფასებო, იცით რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს განცდა ჰქონდათ, რომ მე ცოდვილი ვარ. დღეს როცა შემოდიან, კომფორტი არის, რბილის კამებია, კარგი მუსიკა არის, მე იცით რამდენ ადამიანს აკლია, ქვეყნიერებაზე სითბო, მოვიდა ეკლესიაში, მოხვდა უჯრედში, უბანში, ახალგაზრდულზე, დაინახა კარგი ხალხი, უღიმიან, თბილად ღებულობენ, ყურადღების ცენტრშია, მორწმუნეებს ხო გვახასიათებს ადამიანი, როცა მოდის ხომ თუ არ გვახასიათებს, უნდა გვახასიათებდეს, მაგრამ ახალი რომ მოდის და გარშემო რო აი შენ სიტყვას, სიყვარულს რო აგზნობინებ მას და ისეთ ადამიანები, რომელსაც ეს სიტყვა აკლიათ, კარგი ადგილი არის და მათი გული იცით რა არის? მოდის ეკლესიაში. მათი გული მოდის ამ საზოგადოებასთან. ყველაფერი მოწონს, უხარია. ამ ადამიანს თუ ეტყვი მერე რომ
ნათლობა გვაქვს და გინდა რომ იესოს თავი ჩააბარო და მოინათლო? რატომაც არა? ქრისტე წამს ვეკითხებით, წადით შეეკითხეთ ყველა გამვლელს. ძალიან იშვიათად შეხვდებათ ადამიანი, ვინც გეტყვით არ ამწამსო. თუ არასწამს ტრადიციულად მაინც გონია რომ ქრისტიანია. იცით ეს კითხვაც აღარ არის დღეს აქტუალური. ადამიანებს სჭირდებათ მაღლიდან შობა. ადამიანმა უნდა მოინანიოს ღრმად. ადამიანმა მონანიების შედეგად უნდა მიიღოს ახალი გული, რომელიც ეკლესიას აღარ მოშორდება. ასეთი ადამიანი ძრფასება, რომელიც მოდის ეკლესიაში, კარგია ეს ყველაფერი, ეს გარემო, მაგრამ მოდი ეს გარემო ნუ შეგიცვლის ნამდვილ ჭეშმარიტ მონანიებას. ეს გარემო ნუ შეგიცვლის იმას, რომ გჭირდება სულიწმიდა, გჭირდება ღმერთი. ამიტომ არის ხოლმე ხანდახან ეკლესიაში მოწოდებას უკვე ეკლესიაში მოსიარული ადამიანებიც ეხმაურებიან, იმიტომ რომ ხვდებიან მე ეს გზა არ გამივლია. მაგრამ იცით რა არის? პეტრემ ეს გზა გაიარა. მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ამ გზა გამოვლილმა ადამიანმა, რომელმაც მიიღო მაღლიდან შობა, როგორც პეტრე დაეცა, ისე დაეცეს. რა იყო პეტრეს დაცვების მომენტი? ჩვენ ხედავთ უკვე მეორე ეპიზოდის წინ, მეორე თევზჭერის ისტორიის წინ, რა სიტუაცია არის ზრფასებო? ეს უკვე იოანეს 21 თავში რო წაგიკითხეთ. ეს ის სიტუაცია არის, რომ ჯვარცმა უკვე მომხდარი არის. ამ დროს უკვე მოხდა პეტრეს მიერ უარყოფა ზრფასებო იესო ქრისტესი. კაცი, რომელიც იესოს უმტკიცებდა, რამოდენიმე კვირის წინ ეს მოვლენები ხო ასე ხდებოდა. ჯვარცმის შემდეგ მერე იესო აღდგა, მერე გამოეცხადა. რამოდენიმე კვირა შეიძლება ვთქვათ, კაცი, რომელიც უმტკიცებდა, რას ეუბნებოდა გახსოვთ? შენი გულისთვის სიცოცხლეს დავდებ, ჩემს სიცოცხლეს გავწირავ შენი გულისთვის. მაგრამ ბუკვალურად რამოდენიმე საათი შეიძლება გავიდა. ამის შემდეგ, როდესაც გეციმანის ბაღში შეიპყრეს იესო, როდესაც აიყვანეს მღვდელ მსახურის სახლში, როცა სამართლებდნენ კაცმა, რომელიც ეუბნებოდა შენი გულისთვის სიცოცხლეს გავწირავ და დავდებ და პეტრე მართლა ასეთი იყო, განატყვილი თქვა, ასე იყო მისი გული განწყობილი. მღვდელთავრის მონას ყურის კი ჩამოაჭრა. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ როცა იმ სიტუაციაში ჩავარდა, თავის დავნებურად, როცა იმ სასიჩროებაში იმყოფებოდა, რომ შეიძლება თვითონაც მოეკლათ. და ეკითხებიან, სამჯერ კითხეს. შენ ამასთან ერთად არ ხარ? შენც ხომ მისი მოწაფე ხარ? და იესო ქრისტეს ერთგული მსახური, რომელიც ეფიცებოდა შენი გულისთვის სიცოცხლეს გავწირავო, რას ამბობს? არ ვიცნობ. იფიცებოდა, არ ვიცნობ ამ კაცო. შემოძრფასებო. განა ქრისტესთვის ეს ადვილი იქნებოდა, როცა მისი საყვარელი მოწაფე ერთ წუთს რო ეფიცება ერთგულებას, რომ შენი გულისთვის თავს გავწირავო, მეორე წუთში უარყოფელი აღმოჩნდა მისი. რთული სიტუაცია არის. მაგრამ ხედავთ ჩვენ ზრფასებო. იესო ქრისტემ კიდევაც შეხედა. მამალმა რო სამჯერ იყივლა. გახსოვთ ეს მომენტი ზრფასებო? მამალმა სამჯერ იყივლა. თუ უბრალოდ იყივლა, აღარ მახსოვს სამჯერ უარყო პეტრემ. სამჯერ უარყო. და იცით რატომ? შემდეგ კიდევ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას. მაგრამ ხედავთ, როცა მამალმა დაიყივლა, ეს უბრალოდ ხმარი იყო. ეს პეტრესთვის სიგნალი იყო. იმიტომ რომ იესო ქრისტემ უთხრა პეტრეს, სანამ მამალი იყივლეს, სამჯერ უარყოფ. და თუ დავაკვირდებით იესო ქრისტე როცა ელაპარაკება, პეტრე უნება უფალო, ამათ რო დაგტოვონ, ყველა მე შენ არ დაგტოვებო. სიცოცხლეს გავწირავ შენი გულისთვის. და როცა მამალმა იყივლა, წარმოვიდგინოთ ზრფასებო, პეტრეს გულში რა ხდებოდა? გაახსენდა იესოს სიტყვა და თან ლუკა ამბობს, რომ როცა მამალმა იყივლა, იესო ქრისტემ გადმოხედა პეტრეს. წარმოვიდგინეთ, მიხავთ, იქაც კი არ ავიწყდებოდა პეტრე.
მიყავთ იესო ქრისტე ჯვარზე გასაკრავად და ამ დროს მამალმალო იყივლა, მიტრიალდა და შეხედა პეტრეს. ამით სიგნალი მისცა. პეტრე მიხვდა ამ ყველაფერს. მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ მისი მზერა? როგორ წარმოგიდგენია იესოს მზერა ამ დროს? როგორ შეხედა პეტრეს რა იყო ამ მზერაში? მე მინახე ადამიანების მზერა. თვალთვაქსური. გამოგხედა ვითომ კარგად, მაგრამ უკვე ვკითხულობ კარგად კი არა მის გულში სხვა რა მეტრიალებს. ან ადამიანი რომელმაც გიღალატა არის ხანდახან ჩვენ თავს ვებრძვით რომ კარგად შევხედოთ. მაგრამ შენი მზერა არ არის კარგი, ხომ ასე არის? ან თუ შევიმეს უღალატე, ცუდი გაუკეთე. ადამიანი რომელიც გიყურებს მის თვალებში შეიძლება იყოს ზიზღი, შეიძლება იყოს დამცირება, ეს რა გააკეთე. მაგრამ იესოს თვალებში პეტრეს არ დაუნახია ზიზღი, მე დარწმუნებული ვარ. იესოს თვალებში პეტრეს არ დაუნახია დამცირება და ამის გამო მწარე დატირდა. არ არის ხოლმე მომენტი რომ რაღაცას რო დააშავებ, გირჩევნია ვიღაცამ დაგსაჯოს გცემოს, მაგრამ როცა არაფერს გეუნებიან. ერთი მეზღვაური იყო, რომელიც გემზე ხშირად დაშავებდა ხარა დასაჯეს, ხარასაჯება არ სწორდება ეს ადამიანი. და ბოლოს როცა უკვე დგას საკითხი რომ უნდა გააგდონ, ერთმა თქვა, მოდი აბა ერთი მეთოდი კიდევ ვცადოთო. რა ვცადოთო? მოდი ვაპატიოთ. და ეს პატიება უფრო ძლიერი იარაღი აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი გამოსწორებული იყო. ვიდრე ის რომ წამდაუწუმ ყველა იმაზე ჟიდნენ დანაშაულზე. იესო ქრისტეს თვალებში პეტრემ სიყვარული დაინახა. და არის ხოლმე მომენტები როცა გირჩევნია მცემე ხშირად ეუნება ბავშვი. ბავშვებშიც არის ხოლმე მომსწრე ყოფილვარ რომ მცემე ღირსი ვარ, მაგრამ მშობელი არ ასცემს. და უფრო დიდი სასჯელი არის მისთვის. იმიტომ რომ ხვდება როგორ ატკინა გული მშობელს, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა ისევ სიყვარულით შეხედა მას. პეტრემ მწარე დატირდა, იმიტომ რომ იესოს თვალებში მან სიყვარული დაინახა. ჰალელუია. შემოძრფასებო. დღეს ბევრ ადამიანს ემუქრება ეს საშიშროება. რამდენი ადამიანი გავიდა რწმენიდან იმის გამო რომ ეშინო და რა სიტყვიან ჩემზე. დღეს ხო ჩვენს ქვეყანაში გინდა თუ არ გინდა ეს ფაქტორი არის. კარგი ადამიანი ხარ, მოსწონ ხარ, მაგრამ რო გაიგებს რომ განსხვავებული რწმენა გაქვს, უკვე ცერად გიყურებს. ეს გამოწვევაა. მე გეტყვით ჩემ განწყობას. როცა ვიღაცა ჩემი რწმენის გამოცერად გადმომხედავს ჩემს გულში უფრო ინთება მოშურნეობა. უფრო მჯიუტდები და ვამბობ მე იესოს სახური ვარ, მე ვემსახურები იესოს. ერთი ესეთი გამონათქვამი ხო არის? მასეთ თვალები შენ ბოსტანში გადაიხედეო. გულთან მომიიტან ახლოს. შენ იესოს შვილი ხარ. ის უნდა გაგიკვირდეს სერად რო არ შემოგხედავენ. შენი განსხვავებულობა რწმენაში რომ შენ იესო ქრისტეს მიმდევარი ხარ. ამისი არასდროს არ შეგწყვეს. მე ხშირად მithქვია და ვამბობ, რატო არ ამ ეკლესიაში? იმიტომ არა რომ ეკლესიის ეპისკოპოსი ვარ. თავიდანვე არ ყოფილვარ. მოვედი ეკლესიაში ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი. მოვედი იმიტომ რომ ქრისტე შემიყვარდა. მოვედი იმიტომ რომ ამ ეკლესიამ დამანახა იესო ქრისტე. მოვედი იმიტომ რომ დავინახე სახრებისეული მოძღვრება, სწავლება, მოციქულთა დროინდელი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არის. ამიტომ არ დავიხევ არავის წინ. მე მწამს ასე იესო ქრისტე. მე მწამს ბიბლია. ჩემი ფასეულობები ყოველთვის ბიბლიური იქნება. თუ ვიღაცა ცოლს გაშორდება, მე არ გავშორდები. თუ ვიღაცა ძრფასება, ვიღაცისთვის, ახალგაზრდებისთვის ვამბობ ამას. თუ ვიღაცისთვის შენი ფასეულობები დამცინავია, მოძველებულია. იცით რა ხშირია, თქვენ არ იცით. შეიძლება ბევრმა, მაგრამ სკოლაში რომელსაც გოგონა აინტერესებს და ბიჭი არ აინტერესებს. მისთვის გოგონა, რომელიც ჩვეულებრივად ტრადიციულად აღზრდილი არის, ის ამცირებს, მის თვალში ის დამცირებული არის. იმ დონემდე ვერ მივიდა კიდევ, რომ მამაკაცის მაგივრად ქალი შეიყვარა, ქალმა ქალი. მამაკაცმა მამაკაცი. და იცით რა არის ძვირფასობა, ერთხელ ერთს ვეკითხებოდი აი
მოზარდს რომელსაც ველაპარაკებოდი, მეთქი აი რატო ხდება შენ როგორ ვფიქრობ მეთქი რომ აი გულის თქვა მაინც და მაინც ესეთი თუ მაგარ ტიპობად ითვლება მეთქი და დაფიქრდა და უფრო მაგარ ტიპობად ითვლება. თორე როცა სხვა გარემოში არიანო ბიჭებიც მოწონთო. მაგრამ როცა ესეთები ერთად არიან, ეს გონიათ თანამედროვე აზროვნება, წინწასული აზროვნება, ნახეთ ეშმაკი როგორ ატყუებს ხალხს. ასეთი ადამიანები ძვირფასებო ხშირად ხდებიან მსხვერპლი იმისა, რომ თავიანთი ფასეულობებიდან უკან დაიხიონ. სხვენიათ რომ პროტესტანტი არის, სხვენიათ რომ ბიბლიურ ფასეულობებში არის, შიში აქვთ, როგორ იქნება ჩემი ცხოვრება მომავალში, ნუ რაფერს ნუ შეხედავ ძვირფასო ადამიანო. ნუ რაფერს ნუ შეხედავ ძვირფასო ახალგაზრდებო. ეს გზა გამოვლილი გვაქვს. კი ამ საქმეში ჩვენ დროს უფრო იოლი იყო. ფასეულობები სხვა იყო ხალხშიც, დღეს უფრო რთულია, დღეს თქვენ დევნები არა გაქვთ. მაგრამ ეს გამოწვევა გაქვთ. ჩვენ თავის დროზე სხვა გამოწვევა გქონდა, გვდევნიდნენ, გვავიწროებდნენ, ჩაობარეთ ეს გამოსთა, თქვენ ჩააბარეთ ეს გამოსთა, დარჩით ერთგულები იესო ქრისტესი. და მე ვიტყვი რომ თქვენი გამოწვევა უფრო რთულია. დევნაში ადამიანმა იცის თავისი მტერი, უფრო ძლიერდება, მაგრამ ეს ბრძოლა თქვენი ძვირფასო ახალგაზრდებო უფრო სერიოზული არის. უფრო რთული არის, უფრო მეტად გჭირდებათ იესო ქრისტეს დახმარება, უფრო მეტად გჭირდებათ სულიწმიდის ხებულება და ნუ გეშინიათ. იესო გაფასებთ ამ დროს. იესო გაფასებთ, როცა მისი ფასეულობების ერთგული ხართ. იესოს თვალები თქვენს მიმართ არის მოპყრობილი. ამიტომ ნუ აღმოჩნდები პეტრეს მდგომარეობაში. ნუ დაიხევ ნურავის წინაშე. პეტრემ დაიხია. პეტრემ უარყო. შენ შეიძლება არა თქვა დღეს ქრისტეზე უარი არ ვიცი ქრისტე ვინ არის და არც მაინტერესებსო, მაგრამ თუ შენ ფასეულობებს დათმობ, ეს იგივე უარყოფაა. მაგრამ ამ დროს ყოველთვის გახსოვდეს, როგორც იესომ შეხედა პეტრეს და მის თვალებში არ იყო ზიზღი, მის თვალებში სიყვარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეცემი იესოს უყვარხარ შენ. იესო გიყურებს შენ სიყვარულით და იცი რა უნდა იესოს პეტრესავით მიხვდე და მწარე დატირდე. მოიტანო მონანიება უფლის წინაშე და მოინანიო ღმერთს დიდება და მადლობა. დაცემა არ ნიშნავს რომ არ გიყვარს ღმერთი. ამის მეტი რა მინახე ეკლესიაში. ადამიანები რომლებიც ვერ დგანან, მაგრამ ღმერთის სიყვარული არის მათ გულებში, მაინც ცდილობენ რომ უფალს დაუახლოვდნენ. მინდა გითხრათ ძვირფასებო, მონანიება დაცემა შიშით იწყება, მაგრამ მონანიება ტკივილით იწყება. პეტრე ტიროდა. წარე დატირდა, ალბათ ის არ იყო, ალელუია, შენთვის ყველაფერი სულ ერთია. არა. მონანიების დროს ადამიანი მწარედ ტიროდა, რატომ ვაწყენინე ჩემ უფალს. როგორ უარყავი მე ჩემი უფალი. და როგორ სიყვარულით გამომხედა ისევ ჩემმა უფალმა. და ტკივილი იყო მის გულში. ამ ტკივილის არ შეგეშინდეს. ამ ტკივილს მონანიება მოაქვს, ამ ტკივილს სიახლოვე მოაქვს უფალთან. იესო კურნავს შენ გულს. და ამ ტკივილის შემდეგ იესო მოვა ტიბერიადის ზღვასთან. მოვა ისევ ადგილზე, სადაც ოდესღაც შეხვდა შენ. პეტრეს ოდესღაც იესო იმ ზღვასთან შეხვდა. როცა მოუწოდა, როცა მის ნავზე ავიდა, იესო ისევ ადგილზე მივიდა. იესო ბრუნდება იმ ადგილზე და არტოვებს იმ ადგილს, სადაც შენ ეცემი. ჩვენ ხშირად გონია რომ დავეცი და ქრისტე გაიქცა იმ ადგილიდან. შენ შეიძლება გონია რომ ქრისტე აღარ ეკარება იმ ადგილს, მაგრამ იცოდე სადაც დაეცი გელოდება იესო ქრისტე. სადაც მოგიხმო უფრო სწორად უფალმა, იგელოდება ისე უფალი. მისთვის არაფერი არ შეცვლილა. მან დაინახა რომ პეტრემ სხვა რო ვერაფერი მოიქრა, წავედი სათევზაოდო. რაც იცოდა ისევ იმას დაუბრუნდა. პეტრე არ ქოვდა იმ წუთში ხედვა რომ სახარება უნდა ეკადაგა. კი იესო აღსდგამკვრეთით იცოდნენ გაიხარეს. გალილეაში შეხვდებითო იესო მუთხრა პეტრესაც უთხარითო.
მაგრამ აი ამ შეხვედრის დროს ეს სულ შეხვედრა იყო. სადაც მოგიწოდა უფალმა. თუ შენ ეცემი, იესო ისევ იგელოდება. იესო მივიდა გენის ამ ტბასთან. მაგრამ მე მინდა გითხრათ მონანიებაზე ორიოდე სიტყვა კიდევ. მონანიება არ არის მხოლოდ სიტყვა. ბოდიში. ჩვენ შეიძლება ვამბობთ ბოდიში. მაგრამ ისევ იმას აგრძელებ. მონანიება არ არის მხოლოდ სიტყვა. მონანიება მოდი აი რამოდენიმე რაღაცა ჩამოვწერე ჩემთვის როცა ვფიქრობდი. მონანიება ეს არის საკუთარი სისუსტის დანახვა პირველ რიგში. სინდისის ტკივილი. როცა დაინახავ შენ სისუსტეს, ამ დროს შენი სინდისი უნდა განიცდიდეს. სინდისის ტკივილი არის ეს, სინდისი ქეჯნის. ეს არის ამავე დროს შინაგანი გარდატეხა. შენ გადაწყვეტილებას ღებულობ. არჩევანს აკეთებ. ეს ის დრო არის, როცა თავის მართლებასაც ვეღარ ახერხებ. რამდენჯერ არის, როცა ადამიანი რაღაცას ჩაიდენს და ან ეკლესიის წინაშე, ან ვიღაცის წინაშე, ან საკუთარი თავის წინაშე შენს გულში თავის გასამართლებელ არგუმენტებს ეძებ. მაგრამ მონანიების დროს, ჩემო ძრფასებო, თავის მართლებას ვეღარ ახერხებ. საკუთარი თავი გეწინააღმდეგება მონანიების დროს. თუ შენ თავის მართლებას ცდილობ, და ამ დროს ხვდები, პრობლემა სხვაში კი არ არის, პრობლემა შენშია. ადამიანები ხო სხვას აბრალებენ ხოლმე თავიანთ შეცდომებს. ეს ის დროა, როცა შენია სიამაყე იშლება და ნიღაბი, რომელიც მორგებული ქონდა, ის გძრება. სინდისი ქეჯნის. შინაგანად შენ უკვე აღარ ეძებ თავის მართლებას, არავინ დამნაშავე არ არის შენს გარდა. ეს თვისებები ახლავს ნამდვილ მონანიებას. ეს არის მომენტი, როცა ადამიანი ამბობს, რომ მე მართლა შევსდი. და ამას უბრალოდ სხვებისთვის კი არ ამბობს, რომ ვიღაცა მოისმინოს. თავის გულში ხვდება ადამიანი ამას. ყველა ცრემლი არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, უფალთან დაბრუნებას. იუდამაც ინანა, მაგრამ იესოს არ დაუბრუნდა. მაგრამ აი ამ კონკრეტულ მომენტში ვხედავ ჩვენ, რომ იესო მივიდა ისევ იმ ადგილზე, როცა შეცდომას ჩადიხარ, კითხვა მინდა დაუსვა ბევრ ადამიანს, ვისაც ეს ეხება. რას აკეთებ? ისევ ძველ ცხოვრებას უბრუნდები? ისევ ძველ საქმეებს უბრუნდები? რატომ ხდება ასე? დიახ, ასე ხდება, რომ ადამიანები ხანდახან შეცდომის შემდეგ ისევ ბრუნდებიან და ფიქრობენ, მე ჩავიჭერი, შემეშალა, არაფერი არ გამომივიდა, ღმერთს აღარ ავჭირდები. მაგრამ ზუსტად ამ დროს გაიხსენე ძვირფასებო. ცოდვა ბევრს გვპირდება, მაგრამ ცოტას გაძლევს. ცოდვა არის აი მლაშე ზღვის წყალივით, რაც მეცდალე უფრო მოგწყურდება. ცოდვა ბევრს აკპირდება, ლამაზად ჩანს პერსპექტივები, თუ ასე იცხოვრებ. ლამაზად ჩანს შენი გულის თქმები, მაგრამ ერთ დღესაც ცარიელი დარჩები. ცოდვა გამოგაცარიელებს. ცოდვა აცარიელებს ადამიანის ცხოვრებას. ცოდვა აფუჭებს და აბინძურებს ადამიანის ცხოვრებას. და რაც მალე მიხვდები ამას უფრო უკეთესი არის. და ამ დროს გაიხსენე. მთელი ღამე ითევზავეს ისევ. წარმოიდგინეთ, მთელი ღამე გაატარეს. ითევზავეს, ვერაფერი ვერ დაიჭირეს. ბადეები ისევ ცარიელი აქვთ, როგორც მოწოდების დროს იყო, სანამ იესოს შეხვდნენ. და იქ ახლა ძვირფასებოა. ხედავთ სხვა სურათს. თუ შენთვის კარიერა არის მთავარი, თუ შენ ცხოვრებაში შენ სოდვისკენ უფრო მეტად ილტვი, ეს შინაგანი უკან დახევა, ეს ბნელი ღამეა შენთვის. ამიტომ ძვირფასებო, მოდი მეორე ეპიზოდს გადახედი ამ დროს. რა ხდებოდა ამ დროს, ხედავთ რომ მოწაფეები ისევ თევზაობენ, ისევ ვერაფერს ვერ იჭერენ. აი ამ დროს კუდრეთით ამდგარი იესო
ტბის ნაპირზე დგას. და წერია რომ თავდაპირველად ვერც იცნეს რომ ეს იესო იყო. რამდენჯერ არის ჩვენი თვალები როცა სოდვით არის ახვეული იესო ჩვენ გვერდით არის მაგრამ ვერ ავხედავთ. იესო ამბობს მე თქვენ არ გტოვებთ. თუ შენ შეცდომაში ხარ, თუ შენ ეკლესიისგან განდგომილი ხარ, თუ ეხლა მისმენ ან მოისმენ შემდეგში და თუ შენ ეკლესიისგან განდგომილი ხარ, თუ დიღანია დაშორდი უფალს, ეს სიტყვა შენთვის არის მაშინ დღეს იესო დგას და გელოდება. იესოს ვერ ხედავ შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თვალები დაბრმავებული გაქვს ცოდვით, მაგრამ იესო შენს ახლოს არის. და როცა იესომ კითხა მათ, შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი? რა საოცარი ტონი არის, არა? არც კრიტიკა, არც ბრალდება. და შემდეგ ისევე უნება, ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვითო. და შედეგი ისევ იგივე, დიდი რაოდენობით თევზი. და ამ დროს ხედავ ძვირფასებოა. და უნდა ვისწავლოთ აქედან. ეს გზავნილი ძალიან მარტივია. რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ ცხოვრებაში. უფალი ამბობს მე შენთან ვარ. მისი სიტყვისამებრ რომ მოიქეცი და სადაც შენ არ შეგიძლია იქ უფალი გაგიძღვება წინ. ჰალელუია. ამის შემდეგ იწყება ძვირფასებო უკვე პეტრეს აღდგენა. როცა მოწაფემ უთხრა, პეტრე ეს უფალიაო. პეტრემ რა გააკეთა? ის კი აღარ უთხრა გამშორდი უფალო, მაგრამ გადახტა ზღვაში. აღარ დაელოდა, სანამ ნავები მიცურდებოდნენ და წყალდაწყალ წავიდა იესოსკენ. იესო მათ მოემსახურა, ნაცნობი სურათია რა, ცეცხლია ანთო იესომ. თევზი შეუწვა მათ. ცეცხლთან მოხდა, როცა პეტრე თბებოდა, სამჯერ უარყოფა. და იესომ სულიწმინდის ცეცხლია ანთო მათ გულებში. გაუმასპინძლდა, თევზი აჭამა მათ და ნასაუზმევს მერე პეტრეს ეკითხება, სამჯერ კითხა, პეტრე გიყვარ ვარ? პეტრე გიყვარ ვარ? სამჯერ უარყო და სამჯერ შეეკითხა იესო ქრისტე. და ბოლოს ასე უნება იესოს მესამედ შენ იცი. მანამდე ისევე უნება მიყვარხარ უფალო, მაგრამ მესამედ რო კითხა შენ იცი უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ. იქაც უმტკიცებდა, შენი გულისთვის თავს დავდებოდა, იესომ ხო იცოდა და უთხრა პეტრე, სანამ მამალი იყივლებს, შენ მე უარყოფ სამჯერ. და აქაც სამჯერ ეკითხება. პეტრეს გულში რა ხდებოდა, მარტო პეტრე მიცის და ღმერთმა, მაგრამ მისი სიტყვა ბოლოს ხონაირით ნათქვამი იყო, შენ იცი უფალო რომ მიყვარხარ. შეგიძლია თავად უთხრა უფალს. შენი დაცემის მომენტში შენ იცი უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ. დაცემა არ ნიშნავს იმას, რომ აღარ გიყვარს ღმერთი. მინდა შენ გაიხსენო ის უთები, როცა უფალთან გქონდა მოზიარეობა, როცა რაღაცას აკეთებდი უფლის წინაშე, როცა ემსახურებოდი მას. ყველა პატარა საქმეც ხომ მნიშვნელოვანია, რასაც უფლის წინაშე აკეთებ, მერე რა მოხდა შენ ცხოვრებაში? რა მოაშორა შენი გული ქრისტეს მსახურებას? რა იყო ის ფაქტორი, რომელმაც დაკაშორა უფალს? და თუ ეს მოხდა და დღეს შენ ისმენ ღმერთის სიტყვას, მაშინ იცოდე, ეს ნიშანია იმისი, რასაც ახლა გეუბნები, რომ დაცემა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი აღარ გიყვარს. და იესო დღეს გეკითხება, პეტრესავით, პეტრე დაეცა, მაგრამ იესო უყვარდა. და იესო პეტრესავით გეკითხება, გიყვარ ვარ? და თუ შენ იტყვი, შენ იცი უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ. ამის შემდეგ ძვირფასებო მინდა გითხრათ, რომ მოდის აღდგენა. მადლი გაძლევს შანსს მეორე ცხოვრებაში. ჰალელუია. მადლი მისი ძვირფასებო დღეს ყველა ადამიანს აძლევს შანსს და ყველა ადამიანს ეუბნება გიყვარ ვარ. უფალი არ გადგენს შენს მოწოდებაში. მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც შემოძვირფასებაა.
შეიძლება სწორი ჭეშმარიტება არასწორადაც გამოიყენონ ადამიანებმა. მაგრამ მინდა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენად ღრმა არის შენი ცოდვა ცხოვრებაში, რამდენად მოხდა დაცემა შენ ცხოვრებაში, რომელი პოზიციიდან არის, როცა მწყემსები ეცემიან, არის, როცა რიგითი წევრები ეცემიან, არიან ადამიანები, რომლებიც მოწოდებული არიან, მაგრამ არც მსახურებაში არ ყოფილან, ისე დაეცნენ და უფალმა წამოაყენა. რატომ ვიცი ამას ვფასებო? ბიბლიაში წერია, რომ იერემია წინასწარმეტყველს უთხრა უფალმა, ჩადი მეკოთნის სახში. და მეკოთნის სახში ჩაიყვანა და მეკოთნის სახში გამოცხადება მისცა. შეხედე იმ მეკოთნეს. მეკოთნებ რა გააკეთა, გინახიათ ალბათ საბუდარელ ჭაბუკშიც ესეთი ფილმი არის ქართული, როგორ გამოყავდა თიხა, რა? თიხა ზელდა, მეთიხე, მერე ქონდა მას ბორბალი, ის ატრიალებდა იმას და ზერწავდა. და იერემიამ დაინახა ეს სურათი. მაგრამ ისეთ რა არის, თიხა ჩამოიშალა, არ ვარგოდა ის თიხა. თიხის ხარისხი არ იყო ისეთი. რა ქნას მეკოთნემო, თუ თიხა არ ვარგა. მეკოთნე უფალია. თიხა ჩვენა ვართ. მაგრამ რა შეიძლება უფალი, ის თიხა კი არ გადაუყრია. აიღო ხელახლად მოზელა და გააკეთა სხვა ჭურჭელი. რაც გამოვიდა და ისევ თავის საქმეში გამოიყენა. არის ხშირად შეიძლება იმ საქმეში, იმ მოწოდებაში არის რაღაცას ადამიანი კარგავს და ვეღარ იბრუნებს. მაგრამ ღმერთის ხელში რო თიხა ხარ, თუ შენ მოინანიებ, თუ შენ კარგად დადგები უფლის წინაშე, უფალი ამ თიხას ისევ მოზელავს, შენგან ისევ შექმნის ჭურჭელს, თავისთვის სასურველს. მსახურება ათასნაირი არის. წემსებს სხვა პასუხისგებლობა გვაქვს, სხვა მოწოდება გვაქვს. წინასწარმეტყველს სხვა, მახარებელს სხვა. არის მომენტები ზრფასებო, როცა რაღაცეები ერთ თარგში ვერ გავატარებთ ერთ თარგში, მაგრამ პრინციპები ერთია. ღმერთი თავისი სიყვარულით ყოველთვის აღადგენს ადამიანებს. ღმერთი თავისი სიყვარულით ყოველთვის ქმნის ჩვენგან ჭურჭლებს ისევ და გვიყენებს თავისი საქმისთვის. და ბოლოს ჩვენი ლოცვის წინ მინდა უბრალოდ წარმოვიდგინოთ. აი ეს სურათი კულმინაცია რა იყო აქ. იესო ელაპარაკება პეტრეს და უნება დამწყემსე ჩემი ცხვრები. მინდა გითხრათ. აი ამ დროს პეტრე იესოს წინ იდგა. ალბათ ყველა გულის ტკივილი, სირცხვილი, რომელიც ჰქონდა უფლის წინ, ალბათ ნელ-ნელა ირეცხებოდა რა. იესო რო ელაპარაკებდა, პეტრე მიყვარხარ უფალო. და ბოლოს რო უთხრა, უფალო შენ იცი? საბოლოოდ ჩამოირეცხა ის ტკივილი, ის სირცხვილი, რომელიც ჰქონდა პეტრეს, იმიტომ რომ იესო თავისი მადლით დაიკავა ადგილი პეტრეს ცხოვრებაში. ღვთის მადლი არასდროს არ დაგვავიწყდეს. მისი მადლი ყოველთვის იკავებს ჩვენს ცხოვრებას. ის სulis ჩვენს გულებს, სulis ჩვენს აზრებს. გვერეცხავს სირცხვილს, გვერეცხავს ზურფასებო ყველაფერს, ჭუს სიბინძურეს, იმიტომ რომ მადლი ღმერთისა შეუცვლელი არის. ჰალელუია. შენ ვინაობას ჩემო ზურფასო ადამიანო არ განსაზღვრავს ის რა მდგომარეობაში ხარ შენ დღეს. შენ ვინაობას განსაზღვრავს ის, რომელიც შენთვის გაეკრა გოლგოთის ჯვარზე. კარგად დავიმახსოვროთ ჩემო ზურფასებო. შენ ვინაობას არ განსაზღვრავს ის, რაც დღეს ხარ, რა მდგომარეობაშიც ხარ. ჩვენ ვინაობას განსაზღვრავს უფალი, რომელიც ჩვენი გულისთვის გაეკრა გოლგოთის ჯვარზე, რომელმაც ჩამოგრეცხა ყოველი სირცხვილი, ტკივილი, ცოდვა, უმართლოება. ამიტომ მოდი მოვიდეთ გოლგოთის ჯვართან, ჩვენ უფალი იესოსთან, წავდგეთ მის წინაშე და მის მოწოდებაზე გიყვარ ვარ, უპასუხოთ სიყვარულით და უთხრათ შენ იცი უფალო. შენ იცი რომ მიყვარხარ. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. შენი ვინაობა იესო ქრისტეში. თუ ვინ ხარ იესო ქრისტეში არ ნადგურდება ამ დაცემით. თუ მან ერთხელ მოგიწოდა, ურწმუნოებიდან აღგადგინა, მას ზალოს დღეს კვლავ დაცემის დროს აღგადგინოს და დაგაყენოს თავის წინაშე.
ამიტომ მინდა ლოცვა შევასრულოთ შევაზრფასება. მოდი ავდგეთ მოუხმო ჩვენს დიდებულ ღმერთს და მინდა ყველა ადამიანს მოუზოდო, ვინც პირდაპირ ეთერშიც გვისმენს. თუ ვინმე გზნობს, რომ დაცემულია, თუ ვინმეს ეს სიტყვა შეეხო და შენ მიხვდი, რომ ეს სიტყვა შენთვის იყო ნათქვამი, უპასუხე დღეს იესოს გამოძახილს. იესო ამბობს მიყვარ ხარ. და იესო გეკითხება გიყვარ ვარ? თუ შენი პასუხიც იგივე არის, იესო მზად არის თავისი მადლით ჩამოგრეცხოს, გაპატიოს. ჰალელუია. მოდი ავღვეყოთ ხელები და ვილოცოთ. თუ ვინმეს უნდა რომ მისთვის განსაკუთრებულად ვილოცოთ, შეიძლება დღეს ვინმე პირველად იყოს მსახურებაზე. შენი ცხოვრების პირველი ეპიზოდი, როგორც პეტრეს ცხოვრებაში იყო, უფალი გიწოდებს დღეს, რომ მოხვიდე უფალთან. თუ დღეს პირველად არის რომელიმე ადამიანი, ვინც გვისმენს, თუნდაც პირდაპირ ეთერში, თუნდაც ამ დარბაზში, მაშინ იცოდე, იესო პეტრესავით მოგიხმობს. შეიძლება პეტრეს თავისი გეგმები ქონდა და დღეს შენი გეგმები გაქვს. შეიძლება შენს გეგმებში არ შედიოდა დღეს აქ მოსვლაც. შეიძლება შენ გეგმებში არ შედის არ შენი მომავალი მსახურება, მაგრამ იცოდე, იესოს სიტყვისამებრ მოიქეცი, მოინანიე. მიიღე იესო ქრისტეს საკუთარ უფლად შენ ცხოვრებაში, შენი მომავალი ცხოვრება მას ჩააბარე. და უთხარი უფალო, იყო შენი სიტყვისამებრ. თუ ასეთი ადამიანები არიან და უნდათ რომ წინ გამოვიდნენ, ვილოცოთ რომ დღეიდან შეიცვალოს მისი ცხოვრება, მოინანიონ, მათთვის ვილოცებ ჩვენ. და ასევე თუ არის ვინმე, თუნდაც დარბაზში მყოფი ადამიანი, თუ შენ დაცემულ მდგომარეობაში გრძნობდი თავს და გეყოფა იმის გაბედულება, რომ გამოხვიდე, რომ ვილოცოთ ჩვენთვის, ვილოცებთ. და თუ გაბედულება საჯაროდ არ გეყოფა, შეგიძლია მაშინ შემდეგში მოხვიდე და გაგვიზიარო. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ვილოცოთ. ჩვენ უნდა მოუხმოთ ღმერთის დიდებულ მადლს, მის სახელს, მის ძალას. გუნდს გთხოვთ ამოდით სცენაზე. არის ადამიანი, რომელიც დღეს პირველად არის, თუ კიდევ არის ვინმე, თუ ვინმეს უძგერს კიდევ გული. ჰალელუია. მოდი ვინც პირველად არის აქეთ მარჯვნივ დადექით და ვისაც გინდათ რომ უფალმა თქვენ ცხოვრებაში აღდგენა მოიტანოს, თქვენ აქეთკენ გამოდით მაშინ. ჰალელუია. ჰალელუია. გახსოვდეთ ძვირფასებო, დღეს აქ უფლის სული არის. ღმერთის სული გისმენთ ყოველ თქვენთაგანს. მან იცის თქვენი გულის მდგომარეობა, მან იცის ყველაფერი. ჰალელუია. მოდი ეკლესიაო, აღამყარეთ ხელები. მოდი აიმაღლეთ ხმა. ნუ იქნებით დადუმებულები, აიმაღლეთ ხმა. ჰალელუია, ჰალელუია, ჰალელუია. ცოცხალო ღმერთო, მარადიულო ღმერთო, მიიღე ქებადიდება. ჰალელუია. ჰალელუია, ჰალელუია, ჰალელუია. მიიღე შენ ქებადიდება და თაყვანისცემა. შენ ხარ უფალი ღმერთი, ყოვლის ყრობელი, ყოვლის შემძლე. ჰალელუია. მიიღე ქებადიდება და თაყვანისცემა. ცოცხალო მარადიულო ღმერთო, მიიღე შენ ქებადიდება და თაყვანისცემა. ჰალელუია. ვინც გრძნობს იმის ნაკლებობას, რომ ისევ ვერ ემსახურება უფალს. თუ გაქვს ნაკლულობა გულში, რომ აღარ ემსახურები ისე, როგორც ოდესღაც ემსახურებოდი, დღეს ის დღე არის, შენი გული უნდა გახსნა უფლის წინაშე. დღეს ის დღე არის, როცა შენი გული უნდა მოიდრიკო ღმერთის წინაშე. იესო არის განმაახლებელი ჩვენი ცხოვრებისა. იესო არის განმაახლებელი ჩვენი მოწოდებისა. ჰალელუია, ცოცხალ მარადიულ ღმერთს დიდება. იესო არის მკურნალი გულებისა. შენ ტკივილებს უფალი გაანკურნავს. შენი სინდისის ტკივილს უფალი გაანკურნავს. თუ რაიმე შეგწხვენია, უფალთან წარდექი და უფალი ჩამოგრეცხავს თავისი მადლით ამ სირცხვილს. თავისი მადლით უფალი ჩამოგრეცხავს. ოღონდ მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება, უფალო. როგორც პეტრემ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, ასე უთხარი, უფალო. შენ იცი. შენ იცი რომ მიყვარხარ. ჰალელუია.
ჰალელუია. მოდი მადლიერებით წავსდგეთ ახლა მის წინაშე. მონანიებით და მადლიერებით. მონანიებით და მადლიერებით. მონანიებით და მადლიერებით. ჰალელუია. ჰალელუია, ჰალელუია. ჰალელუია, ქებადიდება შენ. წმინდა უმართალო. სულოწმინდა შენ გავედრებ ახლა ყველა გულს. ვინც ისმენ და ღმერთის შენ სიტყვას უფალა. სულოწმინდა გთხოვ. შენი სიტყვის ამრები მოქმედე მათ გულებში. შენ დაელაპარაკე მათ სინდის. მათ გულებს ვისაც ეს სიტყვა ჭირდებოდა. და განგვაახლე ყოველი ჩვენთაგანი. რომ შენი სიყვარული არასდროს არ დაშორდეს ჩვენს გულებს, რომ შენი სიყვარული ყოველთვის იყოს უფალო, ღრმად გამჯდარი ჩვენ არსებაში. განადიდე შენი სახელი უფალო. შენ დიდებული ღმერთი ხარ. შენ მარადიული ღმერთი ხარ, შენ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ. განადიდე შენი სახელი. ვიყვარ ხარ უფალო. შენ იცი რომ გვიყვარ ხარ. და იმოქმედე უფალო. შენ დიდებული თან დასრებით. შეცვალე ჩვენი გულები, შეცვალე ჩვენი აზრები. ჩვენ ლოცულობთ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აი ამ წუთებში უფალა. შენ წინაშე დგას გულმოდრეკილი. განადიდე შენი სახელი. ჰალელუია.